მაინც ის არ მომწონს, რომ აი ეს ბოლოს რაც ხდება, ეგენი არ მომწონს. აი რა კონკრეტულად? კონკრეტულად ის არ მომწონს, რომ აი ახალგაზრდები რო ესე მოექცნენ, ასე რომ ცემენ, ასე რომ იმას ქნეს, მე ეს არ მომეწონა, ძალიან არ მომეწონა. აი 25 წლისგან რას ისურვებდით? ვაიმე დაწყნარდეს ჩვენი ქვეყანა. ღმერთს ავთხოვ. არ არის კარგი მდგომარეობა ქვეყანაში. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მშვიდობას სიახლე გვინდა რაც მთავარია. სიახლე არ მოვიდა. ისევ ძველებურად მიდის საქმე. დასავლეთი ევროპა სიახლე თუ დასავლეთი ასეთ და ისეთი არის, რატო ისწავლეს ჩვენმა ხელისუფალმა იქ შვილებს რატო ასწავლიან იქ. რაც კარგია უნდა გადავიღოთ, რაც კარგი ქონდა ის უნდა შევინარჩუნოთ. ხალხი აზროვნებს შემოკარგო. არა მარტო ახალგაზრდები, იქ ახალგაზრდებს რო აბრალებენ და ჰაი და აურ და ორი ეს არა. ხალხი გამოვიდა, ხალხი ჩემი ხნის, ჩემზე უფროსებზე, ჩემზე პატარები და ყველა კაცო. ეს საერთო აზრი კი არ არის, აზრი სხვადასხვა უნდა ქონდეს ადამიანებს, მაგრამ უნდა ვიაზროვნოს საიდან როგორ და რანაირად. ან კარგად მეძის ქვეყანა რამე უჭირთ რომელიმეს ქვეყანა მილიარდელები არიან, რაცო. ხალხმა იკითხოს, გლეხმა თორე. ყველა კარგად არის. დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ცუდი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ყველა ესე შეაფასებს. სადაც უყურებთ ორად გაყოფა, სხვადასხვა აზრთა სხვაობა და რა ვიცი, მინდა რომ იყოს მშვიდობა. ამას ვიტყვი ბოლოს, რომ მინდა რომ ხალხი იყოს გაერთიანებული, ქვეყანა იყოს გაერთიანებული, ის ოკუპირებული ტერიტორიები და მინდა სიმშვიდე და უყვარდეს ყველა ადამიანებს ერთმანეთი. და არ იყოს ასეთი მდგომარეობა, რომ აი ყველა განვიცდით. ეხლა მე პოლიტიკოსი არა ვარ, რომელი მხარე როგორ რანაირად არის, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაცია. ჩემთვის არაფერი არ შეცვლა, იგივე მდგომარეობაში ვარ. ეს ვინც დასაქმდა, იმას მიაკითხეთ. მე ჩემთვის არაფერი შეცვლა. აბა კარგია არეულობა საქართველოში. ქართველის დაერია და სხვა ერი იცინიან. რა განაპირობა როგორ გონია? რა განაპირობა, ალბათ არჩევნები. რას ველოდები და ბოლო ქართველი ხალხი ვარ და უნდა შერიგდნენ ერთი მეორესთან. უნდა შერიგდნენ. ის რაც პატარა ერი ვარ და ერთმანეთს ჭამენ და შევრიგდნენ და ან საწყალი ბებია ჩემი იყო და ან ჭერში უნდა შერიგდნენ ალყიშიო. რა არის ერთ მეორის მტრებს უყურებენ. შევრიგდეთ და ვიყოთ ძმურად. რთული იყო ახლა ამ აქციებს თუ გავითვალისწინებთ, მაგ ხრივ რა თქმა უნდა რთული იყო, მაგრამ მე მაინც გონია რომ ჩვენი ხელისუფლება დაალაგებს. მადლობა. ყოველში მედით ვართ, ხო? საერთოდ ყოველთვის უკეთეს ველოდებით ყოველი წლისგან. აი თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წელს? მეტნაკლებად ეგრე და უკეთეს ველოდებით. ამას ხო არ გამოარჩევთ გარდა აქციებისა? აქციები მნიშვნელოვანია, მეტი რა უნდა გამოვარჩიოთ, ესეთი რამე არ უნდა ყოფილიყო და რას ვისხდით.